აჭარა World Travel Awards-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიისთვის ემზადება. ბათუმში გაირკვევა, რომელი ქვეყნები, ქალაქები და კომპანიები დასახელდება ევროპის წამყვან ტურისტულ მიმართულებად თუ კომპანიებად. ნომინაციებზე წელს ბათუმთან ერთად ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბულვარია წარდგენილი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში მადრიდის, ედინბურგის, ბერლინის და სხვა ცნობილი ევროპული ქვეყნების ბოტანიკურ ბაღებს გაუწევს კონკურენციას. ბათუმის 10 კონკურენტს შორის კი წელს ვილნიუსი, ლუბლიანა, ბრაგა, მატერა და მლჯეტია წარმოდგენილი. რაც შეეხება ბულვარს, ის ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული. ცნობისთვის ტურიზმის ოსკარი ბათუმმა პირველად 2019 წელს აიღო, გასულ წელს კი World Travel Awards-ის ევროპის ჯილდოს მოპოვების შემდეგ ბათუმმა ტურიზმის ოსკარი უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ ღონისძიებას საქართველოს წელს პირველად მასპინძლობს. 30 წლის იუბილე უსრულდება აღნიშნულ ღონისძიებას, რომელიც ტარდება ბათუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დამატებით ინტერესს ძენს ამ გალა ღონისძიებას. ევროპის დაჯილდოება ხდება ბათუმში, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქალაქისთვის, მისი ცნობადობისთვის. 25-მდე ქვეყნის 300-მდე მონაწილე არის. ეს ნიშნავს იმას, რომ 25-მდე ქვეყნის, როგორც სამთავრობო უწყებები, ასევე კონკრეტული ბრენდები, სასტუმრო ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული მოთამაშეები ელოდებიან იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება ბათუმში მიღებული. წარმოდგენილი გვექნება უნიკალური ყოვლად ქართული პოლიფონია და ქართული ცეკვა, რომელიც ნამდვილად მსოფლიო კულტურის მონაპოვარი არის. იქნება ჯაზი, იქნება ელექტრონული მუსიკა, იქნება ქართული პოეზიაც.